გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა. მე რა ყოფარაძე, ლევონ ყოფარაძე, ძმები და ვიმყოფებით PUB 44-ში. ჩვენი სპონსორი არის ლუდი ბავარია. მადლობა, როგორც PUB 44, ისე რა თქმა უნდა ბავარიას მხარდაჭერისთვის და მდობისთვის და ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ძმების პოდკასტი, გამოყვებით Facebook-ზე, YouTube-სა და TikTok-ზე, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო და მოკლედ ვიმეგობროთ და ბევრი საინტერესო თქვენგანაც კომენტარების დაგვიწერეთ, რას შეცვლიდით, როგორ ხედავთ მომავლის განვითარებას და ჩვენს ბუნებრივია რომ შესაბამისად თქვენ აზრს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად ვეცდებით რომ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ როგორც მაყურებელს, ისე ბუნებრივია ჩვენ თავს. ჩვენ დღევანდელ ეპიზოდში კი ვისაუბრებთ ევრობასკეტზე, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის, მაგრამ ფინალია დარჩენილი და ეს ეპიზოდი სამშაბათს დაიდება, ფინალის დამთავრებული იქნება და უგეცოდინება გამარჯვებული. რაც შეეხება სტუმარს, ძალიან საინტერესო, ძალიან ცნობილი და გამორჩეული ადამიანი საკალათბურთო სამყაროში. ვატო ნაცვლიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელთანაც ერთადაც შევაჯამებთ ამ ყველაფერს. ბატონო ვატო, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, სტუმრობისთვის. ჩემთვის პირადად ცოტა პესიმისტურად გავამევა, მაგრამ მოლოდნელი იყო. ის რომ საქართველოს ნაკრები გავიდა მეოთხე ფინალში. მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ ბოსნიასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა ჩვენი ნაკრების. ხო, ჯერ ბოდიში და ეს წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა. აი, რაღაც ბევრი პოდკასტი იქნება და სპორტზე ბევრს ვილაპარაკებ და ბევრი ადამიანი, ჩახედული ადამიანი თავის აზრს გამოთქვავს. ხანდახან ცუდი აზრის, კრიტიკული აზრის საჭიროა რომ აუცილებლად, კი ბატონო. უარესად კრიტიკულიც საჭიროა ხოლმე რომ ის მიმართულება შეინარჩუნო რომ დაახშო ბევრი კრიტიკული აზრი. რომელიც ახლა ჩვენ ნაკრებს ესე ქონდა რომ დავიწყეთ ახანაგური მომზადებითი პერიოდი. ხო, აი ყველაფერს ვაგებდით. საშინლად თამაშობდით, ძალიან ცუდად თამაშობდით და მაგრამ აი ეს პირველი თამაში მოვიგეთ ესპანეთთან, ჩემთვის უკვე გადაწყვეტილი იყო და 90% ვიცოდი რომ გავიდოდით. მე არ ვთვლი რომ საბერძნეთმა მოიგო და მაგით რომ გავიდეთ. მე ვთვლი რომ ჩვენ რო ესპანეთს მოვიგეთ, მაგით რომ. ხო, არა, კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ესპანეთს თუ რამე უნდა და მაშინ მოეგო, მოსაგები რაც ჰქონდა იქ. საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ესპანეთი ჩვენ ჩავტოვეთ. ხო, ეგრე გამოვიდა, თორე იმიტომ კი არა ვთქვა ბერძნებმა იმას რომ ის კი ეს თამაში რომ ადრე ყოფილიყო და მე ჩვენი ყოფილიყო ფორმატი არ იძლევა ევრობასკეტს, თორე ბოლო თამაშები ყოველთვის დიდ ტურნირებზე ერთდროულად მიმდინარეობს. აქ გამორიცხული ერთი დარბაზია ხო და ეგ ფორმატი ის წარმოუდგენელია, რომ ვერ შედგება და ეგრე მოხდა და აი ვთქვა უბრალოდ, თორე ისე არ ვთვლი რომ იმათმა გაგვიყვანეს, რა ვთვლი რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. თალსახად. აი როგორც ახლა საბერძნეთი ელოდებოდა რომ გამოვიდოდა და ანდერდოკ გუშინდელ თამაში ელოდებოდა და უცებ მიიღეს ის რომ ცივის ხაპი გადაასხეს მაგას ერქვა რომ გადაუარეს. ზოგადად ჩვენი ჩატარებული თამაშებიდან რა შეიძლება გამოვიტან, რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ და მე უკვე ზოგადად აი ფინალი გვაქვს წინ და ზოგადად თურქეთის საოცარი თამაში იყო გუშინ, იქ ფინეთის კარგად შორს გავიდა იქ და უბრალოდ რაღა რესურსიც აღარ იყო რეალურად და გერმანია ფავორიტი იყო თავიდანვე ერთ-ერთი. მარტივად გეტყვი, 90-იანი წლებიდან იწყება ევროპის კალათბურთის პროფესიონალიზაცია, ესე ვთქვათ რა. გინდა არ გინდა მანამდე სანამ 92 წელს არ ჩამოვიდნენ NBA-ს წარმომადგენლები ბარსელონას ოლიმპიადაზე და სადა დედამიწა იყო სხვაობა. აი ვთქვათ ისინი საში იყვნენ და მთელი ევროპული კალათბურთი და მთელი მსოფლიოს სხვა ქვეყნის კალათბურთი, სადაც ვიყავით, იმან აჩვენას რამხელა სხვაობა იყო მაშინ. აქედან გამომდინარე ჩვენი ესე მე ვთვლი, არა მარტო ქართული კალათბურთი იბადებოდა და დაუიწყეთ ჩვენ. მთლიანად ევროპული კალათბურთი იბადებოდა და დაიწყო 92 წლის მერე განვითარება. ჩვენ დროს ევროპის ჩემპიონატზე გადავიდა 12 გუნდი. მე გახდა 16. არა 12 გუნდში და 12-დან წარმოვიდგინეთ ახლა ერთი ჩემპიონი რო იქნებოდა და ერთი მასპინძელი შესარჩევ ტურნირზე რამხელა 10-ში უნდა მოხვედრილიყავი, კონკურენცია იყო, ხო. ანუ ფაქტიურად ის რაც ჰქონდა ხოლმე, უფრო რთული რა, რაც ახლა ჩვენ ნაკრებს ფინალურ ეტაპზე ჰქონდა, რომ ჯგუფიდან 4 გუნდი გადიოდა,
იგივენაირი ჯგუფი ხდებოდა საქართველოს იგივენაირი თითქმის იგივენაირი ჯგუფში იყო ხოლმე და გადიოდა ხოლმე ორი. მეორე ტალღა რომ განვითარების როდესაც დაიწყო ჩვენი ქართული კალათბურთის 2000-იან წლების დასაწყისში იყო რა. ეგ B დივიზიონიდან A დივიზიონში გადასასვლელი. ხო, აი მე ჩემი კარიერა ზუსტად მან დავამთავრე 2007 წელს ვითამაშე ბოლოს. ბოლომდე ხო კაპიტანი იყავით თქვენ? კი, 2007-ში დავამთავრე ჩემი კარიერა 1 სექტემბერს და გავუმარჯვეთ ფინეთთან. მაგრამ სამწუხაროდ იმ წელს ფინეთს კი მოუგეთ ბოლო თამაში. მაგრამ ვერ გადავიდით, ჩვენ გადავიდა ფინეთი. დაგვასწრო ერთ-ერთი თქვა. A დივიზიონში გადასვლა ფინეთმა დაგვასწრო ერთი ციკლით ადრე რა. ისე მაგ პერიოდში ფინეთი ძალიან ხშირი მეტოქე იყო ხო? ჩვენ მაგას რაზე ხსნი, იცი რომ ჩვენს და ფინეთმაც ერთდროულად დეველოპმენტი გავისადეთ, ანუ აღმასვლა. რომ ერთად მივდიოდით რა ყოველ შემთხვევაში. სულ ხვდებოდით ერთმანეთს, ხან ჩვენ ვიგებდით, ხან ისინი. ალბათ რაღაცა კანონზომიერებაც არის, რომ ეს წარმატება მოგვიყვანა ორივე მეოთხე ფინალში ერთმანეთს. ნუ დაგვასწრეს, კაი. იმოდენობ მე კიდე შევხვდებით და ჩვენ დავასწრეთ. იმიტომ რომ 90-იან წლებში ფინეთი, აი სკანდინავიის ქვეყნები სათვალავში არ იყო. ჩვენთვის რა, ჩვენ უფრო დიდი ისტორია გვაქვს საკალათბურთო. მაგრამ უკვე 2000-იანი 2025 წელს სუსტი კონკურენტი აღარ არსებობს. ხო, ბუნებრივია. ანუ თამაშის სწორი განვითარება ყველაფერი ეს ყველა მიცის უკვე. ანუ იოლი გასეირნება არავისთან აღარ არის. აქ არის უკვე ვინ როგორი მომზადებულია და ვის როგორი ისა აქ რა ქვია თაობა. ესპანეთმა წელს ახალგაზრდულ 20 წლამდელების ბიჭები მოიგო, 18 წლამდელების ბიჭები მოიგო, 16 წლამდელები აქ ეს იმან მოიგო სერბეთმა თბილისში. აქ რო იყო, ხო. და არ მინდა ვწდებოდე, მაგრამ გოგოებმა 16, 17, 20 ყველა ესპანეთმა მოიგო. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს მიღწევა მინდა გითხრა რომ უაღრესად ძალიან დიდია რა, იმიტომ რომ სულ რამდენი პოპულაცია ვარ 3 მილიონი, 3.5 რა და კალათბურთს იქიდან ძალიან ცოტა დარბაზი გვაქვს. დარბაზი არა გვაქვს. წვრთნელები ძალიან ცოტა არიან. ანუ რადგან წვრთნელების განვითარებაც შესაბამისად მოთხოვნების და მიხედვით არის რა. ჩემპიონატის ჩემპიონატის დონე ძალიან დაბა, ანუ 2 წელია რაც ქართულ კალათბურთში შიდა ჩემპიონატს გამოვიყავით, თორემ მანამდე სხვადასხვა გუნდებში ხელმძღვანელი ვიყავი და კი, კაია, ბიჭები მოდიან რაღაცა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა რო გვინდა რომ ყავდეს ბევრი თორნიკე შენგელია, შერმადინი, გოგა ბითაძე, ეს ყველაფერი მოდის ეს ნიჭიერებით რა. აი ეხლა როცა რაღაცა ისტორიული შედეგი დაუფიქსირეთ, აი ამ შემცირებული რესურსით. ეხლა რა ნაბიჯებია პირველ რიგში გადასადგმელი იმისთვის, რომ ცოტა მეტად სტაბილურები გავხდეთ წარმატების კუთხით რა. ანუ რას გულისხმობ, რომ მოთამაშეები იქ ცვლილი თაობათაც ვლა იქ შერმადინმა თქვა რომ აი ნოემბერში ვითამაშებდა დამთავრდა. ხო, რჩება გოგა ბითაძე, ხო? ვერ ჩამოდის პანჯრებში. ვერ ჩამოდი. რა რესურსი გვაქვს იმის, ხო? აი მაგას ვიტყვი, რა რესურსი გვაქვს რომ რაღაცა გადავეწყოთ ისე რა. და ამ ახალგაზრდებს თამაში. აქ ბიჭები პირდაპირ შეიკრიბნენ, მიზანი ჰქონდათ და ერთი 15 კაციანი თუ 16 კაციანი შემადგენლობაში მე ჩამოვიდეს პატრიცემული მსვლელი და ჩაატაროს დიდი ისა რა ქვია შეკრება გაფართოებული აკრების მოთამაშეები და იქიდან უნდა დაიწყოს სელექცია და რაღაცა კუთხით რაღაცა ის ნდობის ფაქტორის გაზრდა მოუწევს. ანუ აგინდა არ გინდა მოგიწევს, იმიტომ რომ სხვა ვინც ასყრებყოლება, იმიტომ და რეალურად ეხლა კიდე უფრო მეტად სამუშაო ეხლა შეიძლებოდა იცი რა მქონდა მე ჩემი აზრი რა, ესე ყველაფერში ესე ყველას ერთი აზრი ვერ გვექნება რა, ყველაფერს ვერ მოგვეწონება. შეიძლებოდა რა დიდ როტაციაში, ისე რომ საერთოდ არ ეთამაშა ბიჭებს, ეგრე არა. ძალიან დიდი და ღრმა როტაცია ქონოდა და ჩვეულებრივად თავისუფლად ეთამაშა. არც დაგვეღალა, არც გადაგვეღალა, მაგრამ შეგვენახა, ანუ მაგ რესურსი გააქვს რა, მაგ ესე როდესაც იცი რომ ფაურებს ეთამაშები, ფსიქოლოგიური ფაქტორი შენზე მოქმედებს, შენზე კარგად ახლა, ანუ ბევრ რაღაცაში ხარ რა, როგორც აი რატომ მოვიგეთ საფრანგეთთან მოუგეთი პირველი რომ ძალიან ცუდად ეთამაშეს იმათმა დაცვაში
ფსიქოლოგიური მომენტი ჩვენს მხარეს იყო, რომ არაფერი დასაგრება არ ქონდა და ჩვენ მიზანზე მიღწეული ვიყავით, თავისუფალი როტაციით ითამაშა და წავიდა თამაში ხო. თოკომ ითამაშა ეგ თამაში. ძალიან მაგრა ითამაშა. თოკომაც და პერიმეტრიდან სროლები წავიდა რაც თავარია. და იმათ არ წავიდა თამაში ეგეც არა. იმათ არ წავიდა და იმათ დაცვა იყო კატასტროფა რა და გამთამაშება. ჩვენ ეხლა ფინეთთან თამაშის დროს რა დავინახე, მე დავინახე ერთი რომ სროლებს დავალება ქონდათ რომ გაეთიშათ ჩვენი პერიმეტრი. ანუ ჩვენი უცხოეს ნატურალიზებული ბოლდვინი არ გაგვინძრიეს. ხო, 2 ქული დაამთავრა და ორივე საჯარი. გაგვინძრიეს და თვითონაც რაღაცნაირად აი ესე მოხარშულივით იყო, ვერაფერი ვერ. ანუ შეიძლება არ გაგან 5 რაღაცა ერთი ესულ რაღაცა გაგაღაცაში გადააგდო ბოლოს. აი, როდესაც უკვე იმაზე ხარ შეიძლება გადაგდებული ბურთი ჩააგდო. როგორც აი ფინეთთან მოხდა. სასუსალენმა რეები აკეთე. 6 არა, სასუსალენ 6 ქულამდე შევამცირე და ის ბაზერით გადაგდებული ბურთი იყო მე არ ვთვლი მაგას. ბოლო წამს ცენტრიდან თითქმის. ხო და აი როცა ეგრე ხარ გაიგე და ვერი თამაშა და ახლა მაღლები კალადურს მაღლები არ იგებენ. კალადურს იგებდნენ მაღლები 60-იანებში. კალადურს ახლა იგებენ სხვა ხალხი. 90-იანი წლების მოყოლებული რაც მე უყურებ კალადურს კი შაკილონილი ძალიან დიდია, ყველა დიდია. ერთი მაღალი ის იყო გამორჩეოდა იმიტომ მარტო ერთი აქ მოგებული ჩემი იმაში დირკ ნოვილსკი იყო და რომელიც მარტო ერთმა მაღალმა მოიგო რაღაცა რა დიდი თორე. განარჩევს ყველანი პერიმეტრია. მოგადახეთ. ფინეთმა სერბეთთან ჩააგდო 15 სამქულიანი და ჩვენთან ჩააგდო 17. აი ეგ 17 სამქულიანს რომ მიიღებ იმ თამაში ვერ მოიგებ. არა, ხო, რა თქმა უნდა. მაშინ ერთადერთი ვარიანტი გაქვს რომ შემოჩააგდო 20. საერთოდ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან კაი რაღაც მოხდა რა. ძალიან მაგარი რაღაც მოხდა და იმიტომ რომ ინტერესი ბავშვები მოვიდნენ კალადურს დაკავდნენ და ვეძებოთ სხვა ეხლა ისინი რა ქვია რა პერიმეტრის მოთამაშე მაღლები მოგვიწევს ეს თაობა უყურე ჩემის მერე ორმა თაობამ გამოიარა უკვე ორი ტალღა წამოვიდა ის წავიდნენ ის ბიჭები აღარ თამაშობენ ერთადერთი მოთამაში არის დარჩენილი ყველა მაგას უხუმრო ხო შერმადინო რომ გააგვთქვა გამოვიდა რა ეხლა ხომ დაემთავრებინა ხო და ნოემბერში თამაში უნდა ყოფილიყო იმას გუში რომ შედოდებოდი მეთქი კიდე გონდა გაკოცე და მადლობა გითხრა მეთქი და აიო წავა რაღაც რა თქო ვერ ხვდებოდა სანამ შენ თამაშობ მეთქი ჩემს სისხლში ბზონია რომ მეც თამაშობ მაგის პირველი წელი იყო და ჩემი ბოლო წელი იყო ანუ არ ის გასხვავება კი არა სხვაგვარად აღარ ვითქვა რა ნაკრებს მაინც ჩემიანად ახლა და როგორც კი ბოლო მოსაჭიდიც აღარ გექნება უკვე რა გუნდთან რაღაც მაინც უკვე ვეტერანად გადადიხარ კი ბატონო ნოემბერში გამოვიდა აი თებერვალამდე თებერვალში იქნება ბოლო არა გამოვიდა ჩვენ მაგთაობა ცოცხალ მოგვიწია ზაზა სანიკიძე მარკოიშვილო წავიდნენ მერე გამოჩნდნენ მამუკევა ბითაძე მაგრამ კარგი რა იყო მაგ იმაში რომ მან ის კარგი ის იყო რომ გადასვლა იყო კარგი და ეხლა გადასვლა აი ცოტა გართულდება რა იმიტომ რომ ახოთ იმიტომ რომ იქ თოკო ახალგაზრდა იყო და თოკო უკვე ლიდერი იყო იმ ნაკრებში როცა ზაზას თაობა მიდიოდა თოკო ლიდერი შეიძლება არ იყო მაგრამ იწყებდა ლიდერობას და უფრო მარტივად გადავიდა და თოკოს ირგვლივ შემოიკრიბა ეს გუნდი და ეხლა ცოტა ხო რთული იქნება მაგრამ ნუ დღესდღეობით ნახოთ აი NBA-ში რამდენი ყველა ცდილობს რომ დაიმკვიდროს რა თქმა უნდა საუკეთესო ლიგაა მსოფლიოში და მამუკელაშვილმა და ბითაძემ უნდა აიღოს შემდგომი ლიდერობა რა ახლა ბითაძე ბოლოს ისეთი გაურკვევლად ხასიათია გამოავლინა გაურკვეველი რა ჩემთვის ცოტა რთულია რა კი ყველას აქვს კარგი თამაში, ცუდი თამაში, არ წასვლა. მაგრამ იმ გუნდიდან არ გავალდა ესე ახაც ეგეთი თვითონ ფსიქოლოგიურად მოიმზადოს უკვე სალიდეროთ რა. ხო, რომ სახე გახდეს. თან პლუს ამას სან ანტონიოზე ბევრად მეტი დრო ექნება დარწმუნებული ვარ ტორონტოში სანდროსას და იმედია რომ სანდრო ყველაზე მეტი წუთი ითამაშა მე კი სულ ხონა აი როგორ არის იცი ახლა რომ უყურდები და ჩემი მას გადმოხედავ აი იმას ხედავ ახალგაზრდა სისხლს ხედავ რომ აი იმდენ ზედმეტ რაღაცეებს აკეთებს სპორტული კუთხით ხო აი
აი თოკო ერთ-ერთ ზედმეტ ნაბიჯს არ გიყავს თქვა. მაგრამ თუმცა თოკო მაქსიმალისტია რა, ერთ წამს არავის არ. მაგრამ ეს წლებს მოაქვს რა, ეხლა გამოცდილება და დაგვინება რა თქმა უნდა. მგონია რომ მამუ უფრო ლიდერიული ტიპი არის, ტიპაჟია რაღაცა ვიდრე გოგა რა. კი, ხო. გოგა უფრო ცოტა მგონია რომ ხასიათის მოთამაშეა და მამუ აი რაღაცა ხო და დახვეწოს ეგ. ხო, არა, რა თქმა უნდა. როგორ ფორსირებს იცი რა, ტყავ. ეთქობა აი იქ ცოტა დრო რო ეძლეო, აი იმაში რომ შედის იმ დროში, ცოტა დროში რომ უნდა რომ ყველაფერი გააკეთოს. ეს გადმოდის აქაც, გაიგე რომ? ო, ეგ საინტერესოა. აქაც გამოდის და კაი ესე ფორსირებს და როცა ლიდერი ხარ, ზელვადიანათა ხარ, სკამზე იმას არ გემუქრება იქიდან რა ქვია, ვიღაცა რომ უნდა შეგცვალოს. ცოტა უნდა დადინჯდეს. ხო, და გადანაწილება ამ თავისი რესურსის ხო, რა, თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება. კი ბატონო. დანიასთან როდესაც გასვლა წავაგეთ შესარჩევში. ხო. მაშინ ჯიკიშის პირველი თამაში იყო და აი ჯიკიშმა ზუსტად მაშინ რატომღაც მაგის პირველ თამაშზე მოინდომა ეს დიდი ღრმა როტაციული თამაში რა და დანიაში წავაგეს და მე რო ჩამოვიდნენ ბიჭებს ჩვენ რაც ქართველ ჩვენც ვიყავი იქნე ჩემი აზრი უთხარი რომ კი მაგრამ თქვენი ბრალიც არის მეთქი რომ მოდის ახალი წვნელი და 2 დღის მოსულია თქვენზე უფრო მეტი ის არის რა პასუხისგებლობა ვიდრე მასზე რა იმან ითამაშოთ შეუულებრივად რაც იცის ადამიანმა და რაც უნდა აკეთოს ზოგადად ეგრე მაგრამ დეტალები და რაღაცეები ვერავინ ვერ დახვდება რაც რამდენ ვიდეოსაც არ უნდა უყუროს სიღრმისეულად გუნდში რა ხდება მაგას არავინ არ ანუ იქ მოკლე პერიმეტრით უნდა გვეთამაშა და ის თამაში აუცილებლად მოგვიგო და სამწუხაროდ მე ეს უცხოელის ზებნაში სანამ ვიყავით ერთი უცხოელი ძალიან სუსტი ყავდა შესაძლოა აი ვარიც არ მახსოვს ხო მე არაფრით არ ვარ დამახსოვს თეთრი რო იყო ხო არა ანაერი ასისტული არა თეთრი რო იყო ნიდერლანდებთან ითამაშა მაგან ორი თამაში ითამაშა ორი თამაში აი კატასტროფა რა ესე თქვა და აი შემთხვევით ეს ბოლდუინის ამ ბიჭის აქ დერიკ ხო დერიკა ქვია ხო კამარი ხო კამბოდიში კამარ ბოლდუინი როცა გამოჩნდა ფინეთთან პირადად მოიგო მაგან ორი თამაში ხო აქაც იქაც ამ ფინელებს მე უგეთ აი მაკანელის გარდა რა იგივე ბიჭები იყვნენ რა მაკანენი არ იყო ხო ორი მაკანე და ერთი ის დახურულ დრედებიანი ბიჭი რო იყო აი მაგან ჩაუგდო ეს ბაზარი ხო და დანარჩენი ყველა აი ეგეთი დატვირთვა უნდა იყოს იმა რა სხვა ხალხმა რა თოკო რა ამდენი წელი უნდა იყოს თოკო არა ხო ბუნებრივია ბუს IQ დააკდა ცოტა ნაკრებს ჩემი აზრით აი ბუს რაც არაორდინალური ისინი რო ქონდა რა ქვია გადაწყვეტილებები აი თუნდაც ლიეტუვასთან პასები და თავისი რაღაც მაგრამ ნუ ბუმას აქ იყო და თქვა რომ ჩემი თავი ნაკრებში ამოვწურება აღარ შემეძლო არა ხო ხო რაც იყო ეგ იყო მე მორჩიოდა ხო ნუ არ დაგავიწყეთ რომ ის არ პერიმეტრის ბიჭები უფრო ადრე ამთავრებენ კარიერას ვიდრე მაგალითად იმიტომ რომ იქ სისტრაფეები ისინი სხვა ხო სხვა ფაქტორებია რომელიც ხო რა იმიტომ რომ ჩვენ არ გვიწევს მაღლებს ბევრი სირბილი რა. იგი გვიწევს სირბილი, მაგრამ ჩვენი სისწრაფის დაკარგვა არ გვეთყობა დიწლებამდე რა. მაგათო შოშერმადინ შეხედეთ რა გეუბნები. კი. დღემდე თამაშობს საუკეთესო ლიგაშო. გუშინ ბოდიში შეგაწყვეტინეთ ვიღაც წერდა რომ აი ჩვენთან რაც გაუმართლა ფინეთს ისე არ გაუმართლა გერმანიას. იმიტომ არ გაუმართლა. ხო, რა, იმიტომ რომ მე ვიღაც დაუწერე რომ ანუ იმიტომ არ გაუმართლა ჭალებში რომ პერიმეტრი დაუკეტეს, ფარები მოუხსნეს. ძალიან ელემენტარულია, ხო, ძალიან მარტივია. სისტემურად მოვიდეს. დატოვებ ჩაგიგდებს. ჩვენ რო ვტოვებენ, შეიძლება ვერ ჩავაგდოთ არ ვართ ეგეთ დარწმუნებულები და ფინელები მაგარი მსვლელები არიან. თქვენ ხართ პირველი კალათბურთელი დამოუკიდებელი ნაკრები, საქართველოს ნაკრებში პირველი ქულა თქვენ ჩააგდეთ, ხო? ხო, რა. ისტორიული ამბავია ნახდათ ეხლა. პირველ ნაკრებში მონაწილე ხო ჩვენ მარტო ჩემ ახლა ვისაც ხო ჩემი თაობიდან მე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, ხო? ანუ ერთ-ერთი ახალგაზრდა ვიყავი. ჩემთან ერთად მე სტეფანია ბერძენი ხო აი ვახმე ნაკრებში ხო აი ძალიან საინტერესო არის ან მაგ პერიოდში 90-იანებში რა ხდებოდა ქვეყანაში და რა მოცემულობა იყო გასაგებია ხო და არც ეხა გვიდგეს კაი არა ეგ
მაგაზე მაგრამ სადაც ეგ რა თქმა უნდა. საკალათბურთო კუთხით. ანუ თქვენ ვერ წარმოიდგენთ ხალხო ეხლა სად რა პირობები, ანუ შედარებას რამე ესეთი მოგვიყევი. აი შედარებას უძდელობა, მე აი რო შევადაროთ, უნდა უძდელი უნდა იყო. მე ვთვლი რომ არა აი თავხედობა აღარა, ხელა თავხედობა, ის პერიოდის და ამის შედარება უკვე უძდელობაში გადადის რა ეს თავხედობა. ანუ ყოფილა შემთხვევა რომ წავსულ ვარ თამაშზე და უკან წამოსასვლელი ფული არ ქონია. პუნქტს. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვი, მაგრამ მარტივი იმას რა ქვია, ძალიან წარსულშიც არა 2001 წელს შესარჩევში გასასვლელი, ანუ მანამდე კვალიფიკაცია იყო, ხომაში სწორი პროპორცია, ჯერ თამაშობ კვალიფიკაციაზე ჯგუფს აკეთებდნენ, აი შესარჩევი იყო კვალიფიკაცია, თქვათ, იმას გადავდოდით ყოველთვის. და აი შესარჩევი, რასაც ახლა ვეძახით, მაშინ იყო ის ფორმატი, ძლიერი, ანუ ყავდა ბულგარეთი, ბელორუსია და აზერბაიჯანი. პირველი ორი თამაში ქონდა, ამ პირველ სამს ვეთამაშებოდით საქართველოში და მე გასვლა ქონდა. მაისში ვეთამაშებოდით და მე ვეთამაშებოდით სექტემბერში. მაისში სამივე თამაში მოვიგეთ, იმიტომ რომ ეროვნული ჩემპიონატიდან იყო უმეტესად დაკომპლექტებდა. მაისში ყველანი ფორმაში იყვნენ, ყველანი ანუ თამაშობდნენ, პიკში იყავი, პლეიოფები იყო საქართველოში. მე მაშინ ლეგიონერი ვიყავი, ჩამოვედი, დავემკვიდრე. მაშინ ბულგარეთში თამაშობდით თქვენ? 2001-ში თამაშობდი. 2001-ში თამაშობდი პორტუგალიაში. 2001-ში უკვე სტეფანია არ ყავდა, აღარ იყო, აღარ ჩამოდიოდა ნაკრებში. და სამივე თამაში მოვითამაშეთ. პირველი თამაში ითამაშა მაშინ ფაჩულია 2001-ში. 16 წლის ბავშვი იყო. 19 ქულა მოუგეთ ბელორუსიას მე მგონი, ხო? არა 25 ბულგარეთს და ბულგარეთის პროცესში უგების 20-ს. აზერბაიჯანის სათვალავში არ იყო კიპრის დონის ვარიანტი, რა სათვალავში არ. ყველაზე დიდი მე მგონი მაგ თამაშზე გვაქვს რეკორდი იმაში რა ქვია. სხვაობა ყველას. ხო. ზურატ ომარაძე იყო წუთნელი. სპორებს, ანუ იმას აქვს, შეკრებას ვიწყებთ. ვერ დაიწყეს შეკრება, ანუ თანხა არ არის. აბა რა შევით, აგვისტოა, გაიგე და 40 გრადუს სიცხეა. ქალაქში გარეთ გავიდეთ, კუსტბაზე ავდიოდით და წრეებს დავრბობდით. მაი გახტილი ბიჭები რაღაცები. მე წავედი, მე მივიხედე ჩემ თავს თქვა, რეგიონები ვიყავ და ეს ბიჭები დაშლიდნენ და კუსტბაზე წრეების დარტყმით დავჯექით. თვითონაც ჩავედი სადღაც სოფიაში. მე იქიდან იქ ჩავედი, ესე ვთქვათ, და თამაშზე ესენი ჩამოვიდნენ, წავაგეთ ბულგარეთთან და ერთადერთი შანსი გრჩება, რომ არ წავაგოთ ბოღოთ ბულგარეთთან წავაგოთ 25-ზე მეტი. და ერთადერთი შანსი გრჩება ჩვენი ჯგუფიდან გასვლის, რომ არ წავაგოთ ბელორუსიასთან, არ უნდა წავაგოთ 19 ქულა. სადღაც ვიყავით იამბოლია ეგეთი ქალაქი იმაში, სოფიადან კიდე 23 საათი, 4 საათი უნდა სადღაც ქალაქთან. და ჩვენ თვითონავის ბილეთი ქონდა იამბოლიდან ჩავსულიყავთ 4 საათი სოფიაში, სოფიადან მოსკოვში უნდა გადავფრენილიყავით, მოსკოვიდან მინსკში უნდა გადავფრენილიყავით და მინსკიდან მე ავტობუსით უნდა წავსულიყავით გროდნოში. ხო და იქ რაღაცა შემთხვევით ვიღაცამ თქვა რომ ამ ხელა რა წერას ატო უწყავთო, აგერო აი ამ იამბოლიდანო სადღაც 2 საათშიო მატარებელი გამოივლისო რუმინეთის საზღვართანო და ჩაჯდებით მატარებელში და პირდაპირ გაივლისო გროდნოსო თუ რაღაც და იქ გავიგეთ ბილეთები რაღაცა ეს ავიღეთ ეს ბილეთები ღამის 5 საათზე მოდიოდა მატარებელი თამაში რომ დამთავრდა რომ წავაგეთ იმ საღამოს ავტობუსით მივედით 2 საათი სადღაც ვიარეთ და ერთადერთი რაღაცა კიდე ვიღაცა საღიაზრი გამოჩნდა რომ მივედით ბიჭო ვიღაცამ ესეთი ელვა ეს გააჟღერა და მატარებელი რო არ გამოიაროს ეს ავტობუსი არ გაუშვათ იყოს ცოტა ხანიო რა რაღაც მატარებელი მოვიდა ჩამოვილაგეთ ეს რაღაცები უნდა შეულაგდეთ და ბილეთები მივეცით და ეს გამცილებელი მეუბნება რომ ოი თქვენ ვიზა არა გაქვსო და იმას რუმინეთში ვერ შეგიშვით აი ამის 5 საათზე იქ ვიდექით ისევ ავტობუსში დავჯექით და მე დავიწყეთ დავქნათ. აი დავქნათ და მე ფედერაციით დაურეკეთ ფედერაციის წარმომადგენელს იმან გითხრა რომ 5 საათია გათენდეს და რაღაცას გიშველითო
ნუ გათენდა 7-ზე დაგვირეკა რომ რაღაცა კიდე დუნაიზე არისო რაღაც აი სპორტისავით რაღაცა და აი ეს დუნაით ახვალთო და მივაო კატამარანისავით დიდი ჩაროსული კატერები რო არის აი იმ ჩაროსული კატერით ჩახვალთ უკრაინაშიო და მე იქიდან აი რაღაცა რომ მივედით მეორე ღამის 5 საათის საღამოს 4 საათანზე გადიოდა ეგ რაღაცა კატამარანი თუ რა 5 საათიდან იქ რაღაც ვეყარეთ ქუჩაში დავჯექით ამ კატამარანზე ჩავედით ოდესას რაღაც ოდესის ოლქში საზღვარი შევედით უკრაინაში გქონდა უვიზო შესვლა შევედით უკრაინაში იქიდან 3 საათი უნდა ოდესამდე ტაქსებით აი 24-ები იყო მაშინ 24-ში ვიჯექი მახსოვს 24-ით ჩავედი ოდესაში უკვე დილის გარიჟრაზე 8 საათი იყო თუ რაღაცა ვიქირავთ 2 მარშრუტკა გადავჯექით ამ 2 მარშრუტკაში და წავედით კიევში მარშრუტკით ოდესიდან ახლა წავედი ამდენი 5 საათი 6 საათი თუ რაღაცა შვადღეზე ჩავედით კიევში დახვდა უკვე ბელორუსიის ავტობუსი გამოგვიდი ხო მინსკში დახვდებოდა ეს ავტობუსი თუ გროდნოდან კიევში ერთი მანძილი და ვთხოვეთ რომ მინსკში აღარ ჩამოვიდოთ კიევში ჩავედით საღამოს ჭამეთ და დილას სროლები გინდათ რა სროლები დილის თამაში დღეს სროლები არ სროლა გინდა ვაფშე თამაში არ გინდა აი ამ ხელო ფეხებით და ვერ მოვიგებ ახლა ეს მითხარიდი ვისი ბრალია აი რა ვისი ბრალია დღეს ამ ბიჭებს საგერ პრემია გამოგვცხადეს რამხელა იქნებოდა გარდა იმისა რომ ყველანაირი შესაძლებლობა ქონდა კი თურქეთი ვახსენე თურქეთთან ფინალს ითამაშებს ხვალ ხო ხვალ ითამაშებს ფინალს და მე სულ არ მგონია რომ გერმანია გამოვა მარტივი გასეირნება არავითარ თურქეთმა რომ მოიგოს საერთოდ არ ვიტყვი რომ ვახ ეს რა მოხდა იმიტომ რომ ისეთ კალაბურს თამაშობს თელი ტურნირია მე არ მინდა რომ თურქეთმა მოიგოს მე მინდა რომ გერმანია მოიგოს მაგრამ ვიძახი რომ თურქეთი ძალიან ძლიერია და მაგით რატომ მივედი მაგამდე რომ 97 წელს თურქეთის ნაკრებთან თქვენ გაქვთ საოცარი თამაში ჩატარებული ჩემი საუკეთესო ნაკრების თამაში 33 ქულა ხო 33 ქულა და თურქეთის ჩვენზე ვთქვით და განვითარება როგორ მოხდა თურქეთის აი ესე ხობდა ესე მოდიან სწორად 2 კომპონენტი 80 მილიონი არიან და ძალიან დიდი თანხა ჩაიგო 90-იან წლებში ძალიან დიდი თანხა ჩაიგო ძალიან ბევრი დარბაზი აშენებული ძალიან ბევრი უცხოელი სპეციალისტი ყავდა ჩამოყვანილი კლუბები რომელშიც ფულო ჩაიდო ეურო ტურნირებზე თამაშობენ ინტერესი ბევრია დარბაზი ისება ჩვენ დარბაზს ნაკრების დროს აი ქართველ გულშემატკივარს მინდა გითხრათ რო გვინდა განვითარება მარტო ნაკრებზე არ უნდა ვიაროთ ჩვენ თამაშებზეც უნდა ამ ბიჭებს აქაც უნდა მიწვით ეს რა ქვია განვითარება გაინტერესებდეს რა და იმიტოა იქ დადიან უნდა ნახოთ პანათინაიკოს ოლიმპიაკოზე რა ხდება არა ხო სალკეისა სერბეთის პარტიზანიც ვენაზოეს და რა ხდება ანუ დერბი სადღაც უნდა იყო ეგეთი მინი ქონდა ჩვენ შექმნილი აქ ჩვენ ლიგაში ქუთაისი თბილისი დინამო აი ჭამდით ერთმანეთს მაგრამ ამ ჭამაში ვითარდება საერთოდ შეიძლება საერთოდ საქმე კი კი მეც მაგაზე ვარ რომ ეგეთ დერბიში და ეგეთ წნეხში და ეგეთ გულშემატკივარში იზრდება შექმნილი ეგ პერიოდი იყო შექმნილი და ესე ვითარდებოდით იყო პერიოდი ქონდა 6-7 წლიანი ეგეთი განვითარების პროცესი იყო აქ ძალიან შორს წარსულში არ იყო არა წელს სამწუხაროდ მე რაღაცა პირადმა ამბიციამ ვიღაცის ეგრეა ძალიან სულ რაღაცე ფაქტორებმა ეგ და ძალიან დამოკიდებულია ნაკრების წარმატებაზე შიდა ჩემპიონატი რა იმიტომ რომ სულ ლეგიონერი ვერ გეყოლება ეგრე მოხვიდეთ ამ ჩვენ ევროთასებზე ხო მე კიდე ჩვენ პრეტენზიული გულშემატკივარია ძალიან აი ვერს რა დროს აი რაღაც ისეთ სხვანაირი გულშემატკივარი ძალიან პრეტენზიული მარტივ მაგალითს მოგიყვები როდესაც კლუბით თამაშობდით ევროთასებზე ახლა 2000-იან ბოლოს აი 17-18-19 აი ამ პერიოდში თამაშობდით სპორტის სასახლეში, ძველ სპორტის სასახლეში, ბილეთები არ იყიდებოდა, პირველი თამაში ჰქონდა. თან არ გაგვიმართლა ამ კენჭისყრაზე, მაინც ყველაზე ძლიერი შეხვდა ესპანეთის ხუვენტუსი შეხვდა. ბილეთებს არ ყიდიდით, ღია იყო ხარ და პირველი ნაკადი ვინც მოვიდა ამ სპორტის სასახლეში, სადღაც 3-4000 კაცი იქნებოდა. 4000 ბილეთები არ ქონდა გაყიდული და ღია კარები იყო და შემოვიდა 4000 კაცი დაესწრო 10000 ეტევა სასახლეში.
8 ნახევარი დარბაზი და პირველი იარუსი იყო ესე ვთქვათ, შევსებული ZDR-ში ძალიან ცოტა ხალხი ის და წავაგეთ ის თამაში. შემდეგ თამაში რომ ჩამოვედი, ყველაზე ძლიერი იყო, მე ჯგუფში გადავედი, სხვა ყველაზე ჩელენჯერი ჯგუფში გადავედი, იმ ჯგუფში რომ ყველაზე ვისთანაც რეალურად შანსი მქონდა და ბულგარეთთან მქონდა რეალური შანსი. სოფიას ვეთამაშებოდი, თავის აკადემიკს თუ არ მახსოვს, აი ბულგარეთის ჩემპიონს ესე ყველაზე იგი. იმასთან რეალური შანსი სადაც მქონდა, ამ დინებით რადგან იქ წავაგე, მეორე თამაშზე მოვიდა 1500, მესამე თამაშზე მოვიდა 1000, მეოთხე თამაშზე მოვიდა 500. ანუ იმის მაგივრად რომ საპორტით იყო რომ ხო აი მოდი და მიდი აბა იქ მოვივა პირიქით ანუ რაღაც ისე გამოდის რომ მოგება თუ არა ჩვენი მოგება თუ არა ხარ ვაგებ ნაკრებში ეგრე არის ზუსტად ანალოგიურად თუ წავაგეთ ერთი-ორი თამაში შემდეგ თამაშზე ეტყობა რა იმას რა ქვია ტრიბუნებს რომ შეთხელებული სანამ ბოლოსკენ გავალთ ერთს კითხავთ კიდე იმ პერიოდში როცა თქვენ საკმაოდ დიდ კალათბურთს თამაშობთ რა იმ პერიოდისთვის მართლა ძალიან დიდი კალათბურთი იყო რასაც პირადად თქვენ თამაშობდით და იქ სტეფანია იყო NBA-ში წასული იცი რამდენი კაი ბიჭი ვერ თამაშობდა ვერსაათ საქართველოს რა 90-იანი წლებში შეჭამეს რომლის პოტენცია გაცილებით ანუ ბევრად დიდი იქნებოდა ანუ პერსპექტივაში მე მგონია რომ თქვენც უნდა ყოფილიყავით ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი NBA-ის არ არის ეს ადვილი რა არა ეს ადვილი ბუნებრივია ხო ჩემს გარშემო არის ყველას გულისხმდება მეც ძალიან ბევრი დიდი გულისხმდება ხო მაგრამ ანუ რა იყო ხელისშემშლელი ფაქტო პერიოდი რა თქმა უნდა მე ხა შესაძლოა გინახია კადრი 1-2 კადრი არსებობს თორე რაღაცაზე გადავოდით რომ ეს ბიჭი 18 წლის ბიჭი რო არის ახლა ფინელი მაგარი ბავშვია მურინენი ხო მურინენი იყურე იმას ალგას აღაკეთა და მე დავждები ახლა და რო ჩავხედავ შემიძლია 2.5 საათის წინ ვიღაცამ სადღაც ირლანდიაში თუ სადღაც აი იმაში ვიღაცამ რაღაცა მაგნაერს რო გააკეთეს აი ნელი კადრებით და იმეებით აქ გაჯეძე ვნახო ახლა და მე რო აქ რაღაცას გავაკეთე და ვიღაც შენ თაობას უარ ახსოვს და ვიღაცამ თვალში ერთ წამში გაივიდა რა იმან და სულ მოკვდა იქ იმ ეპოქაში ამის გაკეთება და სკაუტები და ისინი მარტო 12 გუნდს ნახულობდნენ იმას რა ქვია ევროპის ფინალურ ეტაპზე და იქ ვერ მოხვდებოდი თუ ვიღაცას ენახე და აქ არავინ არ ჩამოდიოდა ამის ჩემს ანახავ სტეფანიაც სლოვენიიდან წავიდა ხო სტეფანია პირველი საქართველოს ნაკრები რო გავედით ზოგადად ქართული დროში პირველი გავიდა 18 წლამდელების კადეტები ქვია თუ 18 წლამდელები ხო კადეტები 16-ები არა 18 წლა იუნიორები 18 წლამდელები გავედით 93 წელს პირველი გასვლა იყო საქართველოს დროში და პირველი ნაკრები წავედით აი 18 წლამდელები 93 წელს ევროპის შესარჩევ ტურნირზე, რა ვთქვა ესე ვთქვა რა. შესარჩევ ტურნირი იყო იმაზე რა ქვია, სად იყო? ბულგარეთში მე მგონი არ მახსოვს და პირველი თამაში ვეთამაშებოდით სლოვენიას. პირველი არა, უბრალოდ ბოლო თამაში ვეთამაშ, ფინალი ვეთამაშეთ რა და წავაგეთ სლოვენიასთან 2 ქულა. ხო და რა ვთქვი, ვიცი რომ სტეფანია მაქედან წავიდა, იმიტომ რომ მაშინ იქად მაჰოლიჩი იყო, იქად სლოვენიის მწვრთნელი და რომ დაინახა და სტეფანია რომ იყო აი მასალა იმენა გაბზადებული ამ ხელახელებით და 2 და 12 და ოძრავი და ისა, ეგრევე ჩამოვაკითხეს თბილისში და წაიყვანეს სლოვენიაში. აი იქიდან მოწავიდა სტეფანია. უღმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, მაგრამ ერთი ბლოკი გვაქვს კიდე, რაღაც პატარა თამაში ვიგვაქვს. რა თამაში ბუნებრივია ფარსის როლას და ჩატენოს არ გულისხმობს, ეს არის რაღაცა კვიზის სახით არის, თამაში ქვია ვინ ვარ მე, რაღაცა მინიშნებებით, კალათბურთელები, სოფლიო ლეგენდები და ქართული კალათბურთის ლეგენდები, უნდა 10 კითხვა იქნება სულ და უნდა გამოვიცნოთ კონკრეტულად თუ როგორ ვითამაშებთ, ამას უკვე შემდეგ ბლოკში ავხსნი კი არა, დავიწყებთ უკვე უბრალოდ თამაშს. დავედით მაშინ თამაშის ბლოკზე და ვითამაშოთ ვინ ვარ მე. დავიწყოთ მაშინ პირველი. კარგი კალათბურთელი ვარ, მაგრამ ჩემ ძმამდე ვერ მივალ. ის ლეგენდაა. კარიერა კატალონიაში დავიწყე და კატალონიაშივე დავამთავრე. სხვათა შორის ვატო ნაცუშვილის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს 2006-2007 წლების სეზონში. გასული?
მარკ გასოლი, კი ბატონო. მეორე, უცნაურია, მაგრამ ბელგიაში დაბადებულს აფრო-ამერიკელი მამის შვილს ნიდერლანდელი დედა მყავს, თუმცა საფრანგეთის ნაკრებში ვთამაშობდი 15 წლის განმავლობაში. 2013 წელს ჩემი ლიდერობით საფრანგეთმა ევრობასკეტი მოიგო. აუ, ჩემო ისა რა. ტორნიკო, პარკერი? პარკერია, კი ბატონო. მამამ მყავს ფეხბურთელი, დედა სიმაღლეში მხტომელი. მე კი კალათბურთი ავირჩიე და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ვითვლები. კალათბურთის თამაში 13 წლის ასაკში, 2007 წელს დავიწყე. ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 9 ჯერ მაქვს მიღებული. თუ ვერ გამოიცნობ დამატებითი მინიშნება შემიძლია მოგცე. 2007-ში დავიწყე კალათბურთიო თამაში. 13 წლის იყო, ანუ 94-იანია. მაისადე. თეთრია, ანუ შავკანიანია თუ თეთრია? შავკანიანია? მაგრამ ევროპაში, ევროპულ ანუ ეს რა ანდადე კომპო? ეგ არის, კი ბატონო. კი. კარგი, შემდეგი. ჩემი ქვეყნის პირველი მერცხალი ვარ დიდ საკალათბურთო ოჯახში, რასაც NBA ჰქვია. იქ 6 სეზონი გავატარე და კარიერა მხოლოდ 28 წლისამ დავასრულე. სტეფანია, კი ბატონო. კალათბურთის გულშემატკივარი მინიმუმ 2-ჯერ ავატირე. ერთხელ მაშინ, როდესაც კარიერა დავასრულე 2016 წელს, მეორედ კი 2020-ში. ალბათ გემოვნების ამბავია, თორემ მე თუ დამასახელებ ყველა დროის საუკეთესოდ, არავინ დაგცინებს. მაგასე ყველა გამოვისვა. კოლბრაიან. კი ბატონო. ნამდვილი ლეგენდა ვარ, რაც ჩემმა ნაკრებმა 2002 წელს ვერ შეძლო ჩემთან ერთად, ჩემ გარეშე მოახერხა 2023-ში და რაც 2005-ში მე ვერ შევძელი ნაკრებთან ერთად, ხვალ ამის გაკეთებას ჩემი თანამემამულეები შეეცდებიან. თურქეთისკენ მივდივართ, მაგრამ ვერ ხვდები თუ 23-ში თურქეთმა რა ქნა. თურქსანი, თურქეთი არა. კაი, ერთი ჩავაგდოთ. დირკ ნოვიცკი. საკმაოდ ხანგრძლივი კარიერა გამომივიდა. შევძელი მეთამაშა 3 კონტინენტზე და სულ გამოვიცვალე 24 გუნდი. თუმცა გამორჩეული იყო NBA-ში თამაში, სადაც 2002-დან 2006 წლამდე პერიოდი გავატარა. სკიტო, კი ბატონო. ორლანდოში არასდროს მითამაშია, თუმცა Magic მეცახელი მაინც მაქვს. სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, როდესაც ყურადღების ცენტრში მოვექეცი და 19 წლის ასაკში NBA-ში გადავბარგდი. თინეიჯერობისას ვასილი სპანულისი იყო ჩემი ინსპირაციის წყარო. ეხლა კიდე დამაბრუნე. ჩავაგდე. ლუკა დონჩიჩი. ნათქვამი აქვს, რომ სპანულისი, მაგრამ ევასებოდა თინეიჯერობისას. ერთ-ერთ გამორჩეულ ევროპელ მწვრთნელად ვითვლები. ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ 3 გუნდს ვავარჯიშებდი. აქედან 2 იტალიურს, ხოლო ბერძნული გრანდის მწვრთნელი დღესაც ვარ. მაქვს შანსი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების ისტორია გადავწერო და დიდი ტურნირი მოვაგებინო. სპანულისია. არა? ერთ მინიშნებას დავამატე. თქვენ მაგრა არ გევასებათ. ატამანი? საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერა მქონდა. საზღვრებს გარეთ თამაში ბულგარეთიდან დავიწყე. შემდეგ იყო თურქეთი, ესპანეთი, ისრაელი, პორტუგალია და საფრანგეთი. აღარ გავაგზავნე. თქვენ ხართ, კი ბატონო. ბატონო, უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ. მე ახლა ვეტყვი მაყურებელს, რომ ბავარიაა ჩვენი სპონსორი. აბორ 24-ში ვიმყოფებით და ყოველ სამშაბათს ჩვენ ეპიზოდს დაელოდეთ, გამოგვიწერეთ, გამოყვებით Facebook-ი, TikTok-ი, YouTube-ი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოგვიწერეთ. დროებით, მომდევნო შეხვედრამდე.